საქართველოს პარლამენტმა ნარკომანიასთან ბრძოლის შესახებ მთავრობის ახალ ინიციატივაზე მსჯელობა დაიწყო. კანონში განხორციელებულმა ცვლილებებმა პირველი მოსმენით ჯანდაცვის კომიტეტის მხარდაჭერა მიიღო. ახალი ინიციატივის მიხედვით ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელებას თულად სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადავარდა ამ მომსახურების გაწევა კერძო სუბიექტებს აეკრძალებათ. სხვადასხვა კომპანიას ასევე ეზღუდება ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი. ეს მიმართულებაც სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება. ცვლილებები ჩანაცვლებითი თერაპიის შემთხვევაში მიმდინარე წლის 15 აგვისტოდან უნდა ამოქმედდეს. ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის მიმართულებით კი 1 ოქტომბრიდან ინიციატივას საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით მიმდინარე კვირას რიგგარეშე სესიაზე განიხილავს. გახდა საჭიროება იმისა, რათა გამკაცდეს პოლიტიკა, როგორც ნარკორეალიზატორების შემომტანების გადამზიდველების დამამზადებელის მიმართ, ასევე გამკაცდეს და სახელმწიფო დაქვემდებარების ქვეშ მოექცეს ეს ცენტრები, რომელიც ერთიან სახელმწიფო პროგრამას დაარეგულირებს. როგორც იცით, სახელმწიფო პროგრამა არის ორი სახით, ეს არის ჩანაცვლებით თერაპია მეთადონით და ბუპრენორფინით. ბუპრენორფინით სულ რამოდენიმე ათეული ადამიანია. ხოლო კერძო პროგრამა გულისხმობს ჩანაცვლებით თერაპიას მხოლოდ ბუპრენორფინით. ყველა ეს პროგრამა მოექცევა სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ. ფინანსური სარგებელი იქნება იმ კერძო პროგრამებში ყოფ ადამიანებს, იმიტომ რომ დაახლოებით მათ 1000 ლარამდე საშუალოდ სხვადასხვა დოზის მიხედვით უწევდათ თვიური თანხის გადახდა, რათა შეეძინათ ეს ნარკოტიკული საშუალება და მათი დამოკიდებულება ამით შეემსუბუქებიათ. მეორე დადგინდება იმ კერძო კლინიკების მომსახურეთა პაციენტების ზუსტი რაოდენობა, საჭიროება და ასე შემდეგ. ხელისუფლების ლოგიკა ის კი არა, ჩვენ არ ვერჩით ეს უნდა ვთქვათ ნარკომომხმარებელს. ჩვენი მიზანია, რომ დაუპირისპირდეთ ხალხს, რომელიც ნარკომომხმარებლის მძიმე მდგომარეობაზე ცდილობს ხელი მოითბოს, რაც შეიძლება გაამწვავოს მეტად პრობლემა და ამაზე უფრო მეტად მოითბოს ხელი. აი ამაშია პრინციპული სხვაობა და მე მინდა რომ ეს საზოგადოებამ კარგად გაიგოს. ამიტომაც იყო საუბარი პრემიერ-მინისტრის პირველივე გამოსვლისას, მათ შორის აი ამ ინტერესთა დაუბალანსებლობაზე და მათ შორის იმპორტზე, როდესაც საუბარი დადგა, აი ამ სამწუხარო რეალობაზე, როდესაც ეს შესაძლებლობა გამოყენებულია ხშირ შემთხვევაში ისე, რომ ეს ეწინააღმდეგება პრაქტიკულად საზოგადოების ინტერესს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ჩანაცვლებითია, უბრალოდ თერაპიაა იმავდროულად, ანუ მკურნალობის კომპონენტი, რა თქმა უნდა, აქედან გამოდევნილი არ უნდა იყოს. თერაპია ნიშნავს იმას, რომ რა თქმა უნდა, ორიენტირი, რა თქმა უნდა, მიზანი საბოლოო ჯამში მთელი ამ პროცესებისა უნდა იყოს დახმარება, მხარდაჭერა ნარკომომხმარებლის. პარლამენტი შექმნის ყველანაირ საკანონმდებლო პირობას, რომ ერთის მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის უწყებებს ჰქონდეთ ყველა ინსტრუმენტი ნარკოდანაშაულის აღმოსათხველად, მეორეს მხრივ ამოისვოს ყველა შესაძლო საკანონმდებლო ხვრელი, რომელიც შესაძლოა აძლევდა ან ახალისებდა, ან ხელს უწყობდა, ან სათანადოდ არ აღკვეცდა შესაძლებლობას, რომ ეგრეთ წოდებული სააფთიაქო ნარკომანია, ამით რომ გამოყენებული ყოფილიყო თქვა ფსიქოტროპული ნივთიერებების თუ სხვა მხრივ ლეგალური შეძენის არხები, ასე რომ ეს ყველა შესაბამისი ხარვეზე იქნას ამოვსებული. ამიტომ ყველა ამ მიმართულებით კომპლექსური საკანონმდებლო ცვლილებები იქნება მიღებული. დილიდან პოლიტიკური შეფასებების თემა ელენე ხოშტარიასა და გედევან ფოფხაძის მიერ შიმშილობის შეწყვეტა და ოპოზიციური პარტიების ნაწილის გადაწყვეტილება. ოპოზიციურმა პარტიამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ შიმშილობა შეწყვეტეს. ოპოზიციური პარტიების ნაწილის განცხადება საზოგადოებას პარლამენტის წინ დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გააცნო. მათი სისტემის დასამარცხებლად კომპრომისურ ბრძოლას აპირებენ. განცხადებას ხელს აწერენ პარტიები, თავისუფლების მოედანი, ევროპული საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, სტრატეგია აღმაშენებელი, ახალი გირჩი მეტი დროა თავისუფლება, ფედერალისტები. გახადიან საქართველოსთვის აცხადებენ, რომ არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას არ შეცვლიან. საბოლოო გადაწყვეტილება კი ჩაერთვებიან თუ არა საარჩევნო პროცესში, ამ დრომდე ცნობილი არ არის. თანამედროვე პარტია ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციას კონსულტაციებისკენ მოუწოდებდა. კარგია რომ შეწყვეტეს. ალბათ ჯობდა არც დაეწყოთ. იმიტომ რომ ახლა როდესაც ირჩევ პროტესტის ასეთ ძაფრ ფორმას
რასაც ქვია საკუთარი ჯანმრთელობის, ასე ვთქვათ, ხარჯზე იბრძოლო რაღაცის წინააღმდეგ და ვიღაცის წინააღმდეგ და ეს ვიღაც ამ შემთხვევაში არის ოპოზიცია. ეს როგორც მინიმუმ ჩვენთვის თავიდანვე გაუგებარი იყო. ოცნებასაც არ უნდა, რომ აი მოთხოვნა ბარიერ გადალახულმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. არჩევნები გვინდა, მაგრამ სპეცოპერაციაში მონაწილეობა და მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდის სქემაში ჩაჯდომა და მათი ცირედით მაინც ლეგიტიმაციის მინიჭება, რა თქმა უნდა, არ გვინდა. უკვე ამდენმა პარტიამ და მათ შორის ორმა გამარჯვებულ პარტიათაგან ყველაზე უკეთესი რეზულტატის მქონე პარტიამ განაცხადა, რომ არც ერთ შემთხვევაში ოფიციალურად, იურიდიულად, დოკუმენტით განაცხადა, რომ არ მივიღებთ ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობას. აქედან გამომდინარე, ელინე ხოშტარიას რაც უნდოდა, ჩემი აზრით, აბსოლუტურად ლოგიკურად ის არის, სწორედ ის მიზანი არის მის წევრი. ვიცით, რომ ეს პოლიტიკური სუბიექტები იყვნენ ბოიკოტის მომხრე და ჩვენ ეს კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, ასე რომ ახალი შეიძლება არაფერი არ მოგვისმენია. მე ვფიქრობ, სამწუხაროა, რომ გაგრძელდა ბრიფინგებით საუბრის ტრადიცია, და სამწუხარო მითხრეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ გქონდა რამდენიმე რაუნდი საკმაოდ საინტერესო მოლაპარაკებებისა. ჩვენ საბოლოო პოზიცია საზოგადოებას შევთხოვნებთ სწორ დროს და ამაზე ძალიან ღიად ვისაუბრებთ, იმაზე თუ რას ვაპირებთ, რატომ ვაპირებთ. მე არ ვიცი გულში რა აქვს ელენე ხოშტარიას, ამას ვერ გაიგებს ვერავინ საკმაოდ რთული ამოსაცნობია ან გედი ფოფხაძეს, მაგრამ ფაქტია რომ თავი გამოიჩინეს, თავი დაანახეს, გერმანიის ელჩიც სტუმრეს, მაგრამ რეალურად არაფერი შეცვლილა, ვინც არაპირებდა არჩევნებში მონაწილეობას, ისინი არაპირებენ არჩევნებში მონაწილეობას. თვითონ არსია აი ამ პროცესისა, მე მგონი მაინც არის გარკვეული მესიჯების გაგზავნა იმ მიმართულებით, საიდანაც ფინანსები და პოლიტიკური მხარდაჭერა ჩამოდის. დაწყება იყო კონკრეტულად დაკავშირებული მათი, ესე ვთქვათ, გენერალური აქციების ასაწევად ზემოთ. მაგრამ ნახეთ, რომ ეს აქციაც პრინციპში ფიასკოთი დასრულდა და თვითონ ამ აქციის მიმდინარეობის დროსაც აქციის მონაწილეები პოზიციურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ამიტომ ამ შიმშილობასთან, რომელიც მიმართული იყო ოპოზიციური პარტიისა, მეორე ოპოზიციური ფლანგის მიმართ, რაღაცნაირი ნონსენსი არის. პარტია ვართო, ვინც არ მივიღეთ მონაწილეობას. კარგია კოალიცია კიდევ ხო დაშალეს, ახლა რომ გაებევრებინათ რაღაცნაირად. ხან ერთად ახსენებენ კოალიციებად, შემდეგ და როცა რაოდენობა სჭირდება, დაშლიან ხოლმე და ცალ-ცალკე პარტიად ასახელებენ. რაღაც 8 თუ არ მიიღებს, 20 მიიღებს. ასე რომ ეს საერთოდ არანაირი კავშირი ამას არ აქვს არჩევნებთან, მათი სურვილი და გადაწყვეტილება მიიღებენ თუ არა მონაწილეობას, მასაც არაფერი შეეწყო ფიზიკურად, რომ იშიმშილა, ქვეყანასაც არაფერი შეეწყო, რომ იშიმშილა და ოპოზიციასაც არაფერი შეეწყო, რომ იშიმშილა. სადაც იყვნენ 3 დღის წინ, იქ არიან დღესაც. პარტა პურჭულაძე თბილისის მერიას მიმართ 4 ოქტომბრის ყრილობისთვის დინამო სტადიონის დაქირავების თანხა გადაუხადეს. მისი თქმით, სტადიონის თანხის დასაქირავებელი ფინანსები არ აქვს. ამის შესახებ მან პალიტრა ნიუსის ეთერში განაცხადა. სადაც ის ამყარნა ბურჭულაძეს თბილისის მერიის საჯარო პასუხი წაუკითხა, რომლის თანახმადაც დინამო სტადიონი არის კერძო საკუთრება, რომელიც ეკუთვნის ბიზნესმენ რომან ფიფიასა და კლუბ დინამოს. ის შემდეგაც ბურჭულაძე მიმართა მერიას გადაიხადოს დინამო სტადიონის დაქირავების თანხა. ბურჭულაძეს განცხადება შეფასებით მოყვა მართლ გუნდში. მე ვიყავი ქალაქის მერიაში, შევიტანე განცხადება ჩვენი მოთხოვნით, უსწავლის გამზერის მოთხოვნით, რომ 4 ოქტომბერს დაგვითხონ ბორის ბაიჭაძის დინამოს სტადიონი. ქალაქის მერიას რომ თხოვოს რომან ფიფიას და გადაგვიხადოს ამის თანხა. ხა სადაგვაქვს ჩვენ იმის თანხა, რომ კიდე სტადიონების ფულები ვიხადოთ. ქალაქ უნდა ქნას ეს გააკეთოს, იმიტომ რომ ეს არის ეროვნული ყრილობა, ეს კი არ არის ჩემ პარტიის ყრილობა ან რაღაცები. ეს არის ეროვნული ყრილობა, რომელიც უნდა გამოადგეს ჩვენ ქვეყანას. დინამო არენა არის საკუთრებაში გადაცემული და მერია რაშვაშია ღონისძიების ორგანიზებასთან და შემდეგი განცხადება კიდევ უფრო მეტი საოცრება იყო, რომ მერიამ გადაიხადოს
გადაუხადოს ფული პაატა ბურჩულაძეს იმისთვის რომ დაიქირაოს სტადიონი. მე გადავიხდი, მე ვარ მზად ვარ, ოღონდ არა დინამო, აი მე პატარა მინი სტადიონს ავიდე. ამისთვის მზად ვარ. პაატა ბურჩულაძის განცხადებები უკვე აღარც მიყვის, იმიტომ რომ აქამდე იმდენი სრულიად არაადეკვატური განცხადება გააკეთა, რომელი ერთი გავიხსენო, აღარ ვიცი მაგალითად, როდესაც არჩევნების ჩატარებას მობილური ტელეფონებით აპირებდა. ასე რომ ალბათ აი მორიგი რაღაც სრულიად აბსურდული განცხადება არის ამ რიგში და ალბათ ესეთი განცხადებები მომავალშიც გაგრძელდება. ფაქტურად ხელისუფლებას თხოვს გამოყოს თანხები იმისათვის, რომ ხელისუფლებამ თავისი თავი დაამხოს ესე ვთქვათ. და ალბათ ცოტა ხანში ამასაც მოითხოვენ. ასე რომ ეს განცხადებები უფრო ღიმილის მომგვრელია და სერიოზულად არ აღიქმება. განცხადებას ავრცელებს საქართველოში ბრიტანეთის საელჩო. დღეს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებული იყო საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებული, სადაც მაღალი რანგის წარმომადგენლებამ მკაფიოდ დააფიქსირა დიდი ბრიტანეთის მტკიცე პოზიცია საქართველოს მზარდ დამაზიანებელი ტრაექტორიის მიმართ და მწვავედ გააპროტესტა ქართული ოცნების მხრიდან დიდი ბრიტანეთის და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ წამოწყებული სრულ ბრალდებების და საჯარო თავდასხმების სერია. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა თქვა, ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება საქართველოს მთავრობის მორიგი მცდელობაა შეზღუდოს თავისუფლებებით და ჩაახშოს განსხვავებული აზრი. საარჩევნო კონკურენტების დაკავება სრულიად შეუთავსებელია ქართული ოცნების მიერ დეკლარირებულ ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან და ეწინააღმდეგება მათსავე საკონსტიტუციო ვალდებულებებს. დიდი ბრიტანეთის მთავრობა არ დააყოვნებს დამატებითი ზომების მიღების განხილვას, თუ საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანების უფლებების დაცვის და პატივისცემის გზას. იქნებ განცხადებაში. ბრიტანეთი არის ერთ-ერთი გამორჩეული ევროპული ქვეყანა, სადაც კანონი ნებისმიერ შემთხვევაში აღსრულდება, რა პოლიტიკური შეფასებაც არ უნდა მიეცეს ამას გარედან. ფაქტია, რომ მათ ძალიან კარგად იციან, რომ კანონი დაირღვა უხეშად და ირღვევა სისტემურად და ეს სისტემურობა კიდევ მნიშვნელოვანწილად ასახულია იმ გეგმაში, რასაც რევოლუციური გეგმა ჰქვია. ასე რომ სახელმწიფო თუ კანონს ასრულებს, საქართველო იქნება თუ ნებისმიერი სხვა, სწორედ ამ კუთხით უნდა გაანალიზდეს. თუ კი ამ კუთხით არ ანალიზდება, რასაკვირველია, ამ შემთხვევაში კვლავ საქმე გვაქვს გარკვეულ პოლიტიკურ მიკერძოებასთან, ან პოლიტიკურ მიზანთან, რომელიც სამწუხაროდ მათ შორის ბრიტანეთის გარკვეულ მმართველობის სტრუქტურასაც გააჩნიათ, რომ მაინც ასეთი სამხედრო მეგობრობის რეჟიმში უნდა გავაგზავნოთ მუშაობა, საქმიანობა, ყოველდღიურობა. ძალიან კონკრეტულ საკითხებზე ვსაუბრობდი, როდესაც ბრიტანეთის ელჩის ქცევაზე ვსაუბრობდი. მე ვსაუბრობდი იმაზე, რომ მან დაარღვია ვენის კონვენცია. იმით, რომ ჩაერია საპარლამენტო არჩევნებში აგიტაციის სახით ქართული ოცნების წინააღმდეგ. ბრალდება ნომერი 1. ამას უპასუხონ. თქვან რომ არ დაარღვია, ვინაიდან მისი განცხადება არ იყო ჩაერია. თქვან მაგალითად ეს, ხო? ამის ნაცვლად ამბობენ, რომ ეს სუბრალდებები, ასე შემდეგ. ხომ ეხა ესე განათლებული ადამიანები ასეთ დიალოგს არ წარმოებენ და ბრიტანეთის პოლიტიკური ელიტის მიმართ უფრო დიდი წარმოდგენა აქვს ქართულ ხალხს. ამიტომ პირველი ბრიტანეთის ელჩმა დაარღვია ვენის კონვენცია, როდესაც არჩევნებამდე 10 დღით ადრე საარჩევნო აგიტაციას ეწეოდა საჯაროდ ინტერვიუს სახით ქართული ოცნების წინააღმდეგ. მაინტერესებს პასუხი, დაარღვია თუ არა მათი გაგებით ვენის კონვენციამ, ერთი და თუ დაარღვია, რას აპირებენ ამ მხრივ რომ მოიმოქმედონ. მეორე, ბრიტანეთის საელჩო ცდილობდა დაეფინანსებინა ექსტრემისტული განწყობების მქონე ადამიანები. ამაზე გვაინტერესებს პასუხი, სხვა შორის ამდენადაც ვიცი, ამაზეც ჰქონდათ ამ შეხვედრაზე საუბარი, რომ ეს არ არის, ასე ვთქვათ, სრულბრალდება არის თითქოს ექსტრემიზმის დაფინანსებას აპირებენ. ახალგაზრდა საზოგადოებას 2018-2025 წლებში თბილისის მერიის მიერ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებებით განხორციელებული პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. პრეზენტაციაზე კახა ყალაძე მისაუბრა უსახლკაროთა რეგისტრაციის, საცხოვრებელი ფართების დაკანონებისა და კოოპერატიული ბინადმშენებლობებით დაზარალებულების პროგრამების შესახებ, რომელსაც მუნიციპალიტეტი აქტიურად ახორციელებს. აქვე კახა ყალაძის ინფორმაციით 2018 წლისთვის დედაქალაქში 400-მდე უსახლკარო ოჯახი იყო აღრიცხული. მიმდინარე წლის ოქტომბრამდე კი ყველა ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართებით.
კახაკალაძემ სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების გარდა დამსწრე საზოგადოებას თბილისის საბავშვო ბაღების შესახებას მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ეს მიმართულება ბოლო წლებში მნიშვნელოვნად მოწესრიგებულია და რაც ყველაზე მთავარია, ბაღები არის უფასო. Ხონიზებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, მინისტრთა კაბინეტის პარლამენტის დედაქალაქის მთავრობის წევრები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ. არასდროს ჩვენ მოქალაქეებს არ დავტოვებთ პრობლემების პირისპირ. ყოველთვის იქნება მხარდაჭერა, ყოველთვის იქნება თანადგომა, თუმცა მთავარი არის ის, რომ ჩვენ ისე გამავითაროთ ქვეყნის ეკონომიკა, ისე წავიდეთ წინ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი იყოს და ნაკლები ოჯახი იყოს ქვეყანაში, ვისაც მუნიციპალიტეტის მხრიდან, მთავრობის მხრიდან ჭირდებოდეს მხარდაჭერა. საბავშვო ბაღები. ყველას ყავს შვილები, შვილიშვილები და დამეთანხმებით თუ როგორი სტანდარტი არის შემოღებული საბავშვო ბაღების მიმართულებით. Როგორი ინფრასტრუქტურა, როგორი სისუფთავე, როგორი კვება, როგორ არის მოწესრიგებული ყველაფერი. ეს რა თქმა უნდა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ეს კიდევ ერთხელ დავარწმუნდით, თუ რა მასშტაბის ღონისძიებები განხორციელდა გასული 4 წლის განმავლობაში ქვეყნის დედაქალაქის მერიის მიერ კახაკალაძის ხელმძღვანელობით დღეს მოვისმინეთ პრეზენტაცია ჯანდაცვასთან, სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით და ამ მიმართულებითაც არის ძალიან შთამბეჭდავი შედეგები. თქვენ ნახეთ, რამდენ ადამიანს ემსახურება, რამდენ ადამიანს ეზრუნავს დედაქალაქის მერია 100,000-ობით თბილისელი სარგებლობს ყოველწლიურად უამრავი მომსახურებით, იქნება ჯანდაცვის სფეროში, სოციალურ სფეროში. ასევე ნახეთ, როგორია შედეგები საბავშვო ბაღების მიმართულებით. ყველა მიმართულებით დედაქალაქის მერია არის ძალიან წარმატებული. Ακόμα მნიშვნელოვანი არის ზოგადად ის პერიოდული ანგარიშები, რომელსაც თბილისის მერი აბარებს თბილისის მოსახლეობას და მთლიან საქართველოს და ჩვენ მოვისმენთ დღეს ჯანდაცვის და სოციალურ მიმართულებით თუ რა შედეგებს მიაღწია კახაკალაძე მისი მერობის პერიოდში და მართლაც ეს არის, ასე ჩვენ ხედავთ, როგორ ხდება თბილისი ჭეშმარიტად ევროპული ქალაქი და ევროპული დედაქალაქი. ყველა ეს თემები, რაც დღეს იყო საუბარი, ჯანდაცვის მიმართულებით, სოციალურ მიმართულებით, ყველა ეს საკითხი არის ის, რასაც ქვია ჭეშმარიტი ევროპა ჩვენი გაგება. Ლუბიც საგამოძიებო კომისიის ხდომაზე საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენების საკითხს განიხილავდნენ. დილიდან უსმენდნენ ვიქტორ დოლიძეს, ასევე კომისიის წინაშე წარსდგნენ კონსტანტინე ჟღენტი. დღესვე პატიმრობაში მყოფ გიორგი ბაშაძეს, ნიკა გვარამიესა და მამუკა ხაზარაძეს ონლაინ ჩართვა შესთავაზეს, თუმცა ოპოზიციის ლიდერებმა ამჯერადაც უარი თქვეს. თუკი გუშინ საღამომდე ცნობილი იყო, რომ დღეს გადაბარებული ბატონი მამუკა ხაზარაძე და ბატონი ნიკა გვარამია წერილობით წინასწარ ვიცოდით მკაფიოდ, რომ უარს აცხადებდნენ პენტენციურ დაწესებულებიდან ჩართვაზე. ბატონმა გიორგი ვაშაძემ დრო ითხოვა თავის დროზე, როცა პენტენციურ დაწესებულებაში შეტყობინება ჩაბარდა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ შეტყობინების პროცედურა ბატონ გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებით ბევრად ადრე დაუწყეთ, ვიდრე მას ხელთექნებოდა განაჩენი და პენტენციურ დაწესებულებაში აღმოჩნდებოდა, მაგრამ მან არც ერთხელ კომისიის წარმომადგენელს, საქართველოს ფოსტის წარმომადგენელს კარი არ გაუღო. თუმცა უკვე პენტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას მან ჩაიბარა შეტყობინება და ითხოვა დრო ფიქრისთვის. დღეს დილით მან საბოლოოდ წერილობით განაცხადა, რომ ის არ აპირებს ჩვენს კომისიაზე სხდომის ფარგლებში ჩართვას. ჩვენს სხდომის ბოლოს ვიმსჯელებთ, როგორ უნდა მოვიქცევთ ამ სამ პირთან დაკავშირებით, რომლებმაც კომისიის მოთხოვნის შესრულებაზე უკვე ვიცით წერილობით და ცალსახად უარი განაცხადეს. ძალიან ყურადღებით უსმენდი თქვენს დისკუსიას და შეხვედრას ჩემს უმცროს კოლეგასთან ბატონ ვიქტორთან. და მე მინდა ბატონ ალუდას უთხრა ერთი რამე. თუ შეიძლება ჩემი აზრი გითხრათ. თქვენ საქართველოზე ილაპარაკეთ, ქართველებზე ილაპარაკეთ და მე თქვით, ხო, მანამდე თქვით, რომ მოდით სიმართლე ვილაპარაკეთ, თავარი ის არის, რომ ყველაფერი ითქვასო ეხლა.
და მე იკითხეთ რომ ხომ იციან ეს იქო. უკაცრავად ბატონმა და მაგრამ არ იციან. 90 არ ვიცი ხე პროცენტებს ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩემი გამოცდილება 33 წლიანი გამოცდილებიდან რაც მე შეხვედრილი ვარ პოლიტიკოსებს, დიპლომატებს და იმათ, აი რაც თქვენ ბრძანეთ საქართველოსზე, რაც ჩამოთვალეთ ჩვენ მეზობლობაზე, მეგობრობა არ იციან და ძალიან დიდ ბოდიში არც აინტერესებს უმეტესობას გაიგონეთ. ეს ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით. ეს არის რეალობა. და ჩვენ ანუ რისი თქმა გინდათ მაპატიეთ რომ ჩაგეჭერით რომ ზემოდან გვიყურებენ? არა, ზემოდან კი არ გვიყურებენ, უბრალოდ თავიანთი განათლების პერიოდში საქართველოსზე ინფორმაცია არ აქვს იმდენი რომ აი ესე იცოდნენ ეს ქვეყანა რას წარმოადგენს. ერთი მაგალითი მინდა გავიხსენოთ ძალიან მოკლედ. 92 წელს ჯერ სულ ახალი დადგმები ნახე შეგაწყვეტინებთ რადგანაც მე მომართეთ და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი შეეხეთ ქალბატონმათიან დასვას საკითხი და თქვენი პასუხი იყო რომ არ იციან, ანუ იმ პერიოდში მათი განათლება და შესაბამისად საქართველოსთან დაკავშირებით არ იციან. მაშინ ლეგიტიმური და ბუნებრივი კითხვა ჩდება. ანუ ეს ვინ უნდა გააგებინოს? ხო, რა ვიცი, ჩვენი მუშაობაა საჭირო ალბათ მთლიანად. ხო, რელევანტური კითხვა ქვეყნის მუშაობაა საჭირო იმისთვის, რომ ჩვენი ცხოვრება კიდევ უფრო გაიზარდოს. განსაკუთრებით პოლიტიკოსებში და ისეთ, მაგრამ ნუ აქ მივალ მე იმ საკითხთან, რომ ანუ აქ თავარი რა არის ქართველმა ხალხმა, ქართველი ხალხი ამ დიად მიზნებს და ჩვეულებას და კულტურას რაც მე ვახსენე, აქ ხო არაფერი არ არის სადაო და ტყუილი ან რაიმე ფაქტობრივი უზოსტობა ხო ვარსე არის? არანაირი. მაგრამ მაგაშია საქმე, ეხლა რა რისი თქმა. ანუ ვინ უნდა გააგებინოს იმას? ეხლა რისი თქმაც მინდოდა, ერთ მაგალითს მოვიყვან. 92 წელს საერთაშორისო კონფერენცია გავუმართეთ პირველი საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მოწვეული იყვნენ ამერიკელებიც, რუსებიც იყვნენ სხვათა შორის და იქ ჩამოსული იყო აზგარდაცული ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოვეტოლოგი და კრემლინოლოგი, ასე ვთქვათ, ბატონი რიჩარდ პაიფსი. ჰარვარდის პროფესორი მეუღლესთან ერთად იყო, რომელსაც საკმაოდ კაი წიგნები აქვს დაწერილი, ისეთი ძლიერი და ერთი ქართულადაც არის ნათარგმნი, საკუთრება და დემოკრატია ქვია. და ის რიჩარდ პაიფსი შეესწრო ჩვენ დისკუსიას რუსებთან. იქ კორტუნოვი იყო და სხვები, ვინც ეხლაც აქტიური პოლიტოლოგები არიან და ძირითადად აფხაზეთის საკითხზე და აი ტრაქტატის საკითხზე, ასე ვთქვათ, უკაცრავად დავეჯახეთ ერთმანეთს და ყველაფერი ამის მოსმენის მერე საღამოს ვახშამზე ესეთი რამე გვითხრა. ერთი ორი ჭიქაროდალი. ერთ რამეს გირჩევთო რა. როდესაც დასავლელებს და განსაკუთრებით ანგლოსაქსებს ელაპარაკებითო, აი დღეს რაც თქვენ ელაპარაკეთ აფხაზეთზეო, რომ აფხაზეთი ჩვენია, იმიტომ რომ ისტორიულად ჩვენი მიწაა, იმიტომ რომ იქ ჩვენი სისხლის ყივილია, იმიტომ რომ იქ ჩვენი წინაპრების ძვლებია. აი ესეთ რამეებსო, მანდამაიც ნუ ეტყვითო, იმიტომ რომ ვერ გაიგებენო და თუ გაიგებენო პირველ რიგში მაინც ინტერესს დააყენებენ პოლიტიკურს ან თავის ქვეყნის ინტერესს ან თავის პოლიტიკურ ინტერესსო და ამიტომ როცა იმათ დაელაპარაკებით ეცადეთო რომ ეს ამით კი არ დაიწყოთ ლაპარაკი თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე ელაპარაკოთო ინტერესი რა აქვს თქვენს ქვეყანას და ნუ აი ეს რისი ნაკლებობასაც მე ვხედავ კი ითქვა აქ და ძალიან სწორად ითქვა რამდენიმე გამოსვლაში თავარი ინტერესია და რატო ხდებიან ისინი ისე იმ ოპოზიციის წარმომადგენლებს ეგრეთ წოდებული რომ იმიტომ რომ მათი ინტერესი ემთხვევა იმათ ინტერესს იმიტომ რომ იმათ უნდათ რომ საქართველოში იყოს ისეთი მთავრობა რომელიც გაატარებს მათ ინტერესებს და არა ქვეყნის ინტერესებს და ამათ კიდევ უნდათ რომ ყველა საშუალებებით ოპოზიციას გულისხმობ თავისი ინტერესი გაატარონ რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. თითქოს ძალიან მარტივია, მაგრამ ესე მარტივად არავინ არ ლაპარაკობს, წიაღშულებს ეძებენ ხოლმე და ამ დროს ეს არის ინტერესი ერთი მხრიდან და ინტერესი მეორე მხრიდან. ემთხვევა მათი ინტერესები ერთმანეთს და ამიტომ ის ყოველთვის იმას უფრო მოусმენს და პირიქით ტყუილიც რომ თქვას და შავზე თეთრი იტყვის რომ კი ბატონო მე იმას ვეთანხმები, იმიტომ რომ ის ჩემი ინტერესის გამტარებელია. ეს არის მე მგონი რომელიც არის ძირითადი და მე ამას მოყვება დანარჩენი ყველაფერი რაც ითქვა მე საერთაშორისო ორგანიზაციებში არ მიმუშავეა
ვიკას უკაცრავად ბატონი ვიქტორისგან განსხვავებით ჩვენთვის ყოველთვის ვიკა იყო. ხო, ამიტომ ელჩობიდან გამომდინარე და ერთი პერიოდი ჩვენი რეგიონის წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან გამოცდილება მაქვს თანამშრომლობის, როცა ვიყავი საგანგებო დავალებათა ერთში კონფლიქტებში, სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების საკითხებში. მაშინ სომხებს, აზერბაიჯანელებს, ხვდებოდით აფხაზებს, ოსებს საქართველოში, უცხოეთში და იქაც განსაკუთრებით ეს არასამთავრობოების პოზიცია და მათი თანხვედრა უცხოელების პოზიციასთან. იმიტომ რომ იცით რა, აზროვნების მიმართულება აქვს ერთი. აი უცხოელებს ისინი არიან ლიბერალ პირე გლობალისტები, რომლებიც კოლეჯში ესე სწავლობდნენ, უმაღლესში ესე სწავლობდნენ. მათთვის ყოველთვის თავარი იყო რომ ერის სახელმწიფოს, ანუ ეროვნული სახელმწიფოს, ანუ სახელმწიფოს როლი თანდათან ქრება და ის კი არა ბატონ ფუკუიამას მე მგონი გონია რომ საერთოდ გამქრალია უკვე და საერთაშორისო ორგანიზაციები რეგიონული დონის იქნება თუ საერთაშორისო დონის იმათ ხელში იქნება ყველაფერი არასამთავრობოებთან ერთად. და ეხლა რაც მოხდა ბოლოს აი დარტყმამ გეოპოლიტიკურმა, რომელიც აი ეს მათი ეს შეხედულება აბსოლუტურად წაშალა პრაქტიკულად. აი იმიტომ არიან ესეთ სუდღეში ცალკეულ ქვეყნებში თუ იგივე ეს ევრობიუროკრატები. იმიტომ რომ რასაც მთელი ახალგაზრდობა სწავლობდნენ, რასაც ასწავლიდნენ 90-იან წლებში ერთი 4 წიგნია გამოსული სათაურით საერთაშორისო ურთიერთობების გლობალიზაცია, რომლითაც ოქსფორდში მაგალითად პირდაპირ დაიწყეს ამათი სწავლა. მე და ცხონებული ალექსანდრე რონდელი ვიყავით ერთხელ და აი პირდაპირ შევხვდით იმ ავტორებს, ვინც დაწერეს ეს წიგნი. საერთაშორისო ურთიერთობის გლობალიზაცია. იქ პირდაპირ იყო ლაპარაკი რომ რა არის სახელმწიფო, რა საქართველო, რა ასე ვთქვათ უნგრეთი და იქ ისეთ ქვეყნებს ვიძახი, სადაც აი ეს ისევ ტრადიციები და ისევ თავიანთი ეროვნულობა და თავისი წინარი წამოწეული. ეს ყველაფერი წაიშლება.